საზოგადოება კარგი ხანია მოითხოვს სამართლიანობის აღდგენას სხვადასხვა, ასე ვთქვათ, ნაწილში საზოგადოებრივი ცხოვრების. აიქცევა ეს აუცილებლად მოუტანა ის დადგირა ის მძიმე რო არის ეგრე. მაგრამ აიქცევა კიდე ხა მაშინ არ უნდა გავინწრეთ ხა ეს როგორ გავაკეთო. რემონტმა მოგშალათ რა. კითხვა არ უნდა გასაგებია ხო? გავიგე. საზოგადოება დიდი ხანია მოითხოვს სამართლიანობის აღდგენას და წინა ხელისუფლების ძალიან ბევრი პიროვნებასთან დაკავშირებით ამდაგვარი ინფორმაცია არსებობს. თუმცა შეიძლება ამ ინფორმაციის ზოგიერთი ნაწილი, ასე ვთქვათ, არ არის სამართლებრივად დამტკიცებული და ძიებაც არ მიმდინარეობს. ზუსტად ეს არის საყდურის მთავარი საგანი საზოგადოების მხრიდან ხელისუფლების მიმართ. კარგია რომ აი ახალი გარემოებებთან დაკავშირებით კიდევ ერთ პიროვნებაზე დაიწყო სისხლის სამართლის დევნა. რამდენად არგუმენტირებულია, ბუნებრივია, მე ვერ გეტყვით, მაგრამ ასეთი ამბები ისმოდა საზოგადოებაში, რომ ასეთი რამ ხდება, მათ შორის კოდუას მონაწილეობითაც. ამიტომ ჩვენ უნდა, ესე ვთქვათ, გქონდეს კონტროლი მუდმივი საზოგადოებასა და მედიას მხრიდანაც კონტროლი მუდმივი იმ პროცესებზე, რასაც ქვია ესე იგი, ვთქვათ, სამართლიანობის აღდგენა. აი ვნახოთ როგორ გავითარდება მოვლენები. იმედია რომ არ განმეორდება ისეთი სამარცხინო ფაქტები, როგორც მოხდა მაგალითად გაზარაშვილის შემთხვევაში, როცა პროკურატურამ ვერ მოახერხა, ასე ვთქვათ, წაყენებული ბრალის დამტკიცება. ეს არის. 95% ყირიმის მოსახლეობის ამ რეფერენდუმის თანახმად მომხრე არის, რომ რუსეთს შეუერთდეს ყირიმი. დასავლეთი უნდობლობას უცხადებს ამას, ჩვენმა საგარეო საქმეთა სამინისტრომაც გააკეთა განცხადება, რომ ვთქვათ რეალურად, ანუ რამდენად გამოხატავს ეს რეფერენდუმი მოსახლეობის ნებას. რეფერენდუმი, რომელსაც არ ახლავს დამკვირვებელთა არმია მთელი და რომელიც სტარტდება შეერაღებული ადამიანების კონტროლის ქვეშ, ჩემთვის ეს რეფერენდუმი არ არის. და არა მხოლოდ ჩემთვის, არამედ ყველასთვის, ვინც ცოტა მაინც ერკვევა საერთაშორისო სამართალში. იქიდან გამომდინარე, ეს ამ რეფერენდუმის, ასე ვთქვათ, შედეგების მიღება არ შეიძლება. უნდა ითქვას, რომ რეფერენდუმში ოფიციალური ინფორმაციით მიიღო დაახლოებით 1,5 მილიონი ადამიანმა მონაწილეობა. ეს ციფრი ჩემთვის არის წარმოუდგენელი, იმიტომ რომ უამრავი ადამიანი წავიდა ყირიმიდან, უამრავმა არ მიიღო მონაწილეობა, მათ შორის ეს არის ყირიმელი თათრები, რომელთა რიცხვი 220,000 აღწევს. და გარდა ამისა, არ მიიღო მონაწილეობა უკრაინული ორიენტაციის მაცხოვრებლების დიდმა ნაწილმა. მხოლოდ მცირე ნაწილმა მიიღო მონაწილეობა და უარი თქვა რეფერენდუმზე, მაგრამ რეფერენდუმის იმ ცნობილ კითხვაზე, მაგრამ მოკლედ ასეა თუ ისეა, საერთაშორისო სამართლის თვალსაზრისით ეს რეფერენდუმი ვერ გამოდგება ვერანაირად. ეხლა მე აქ თუ ამ თემაზე, უკრაინის თემაზე ვაგრძელებ საუბარს, უნდა გითხრათ, რომ ჩემთვის მაგალითად ნელ-ნელა იკვეთება ყველაზე ცუდი ვარიანტი, ეს არის ომი. იმიტომ რომ როგორც ჩანს, ბევრს ჰქონდა იმედი იმისა, რომ ბოლო მომენტში მოხდებოდა მოლაპარაკება, თუმცა ეს შანსი ბოლომდე დაკარგული არ არის, მოლაპარაკება იმ ტიპის, როცა სახე შეინარჩუნებდა კონფლიქტში ჩართული ყველა მხარე. დასავლეთი, უკრაინა, რუსეთი. როდესაც ყირიმი ამ მოლაპარაკების საფუძველზე სხვა შეცვლილი, ესე ვთქვათ, პროფილით, ავტონომიის პროფილით დარჩებოდა ყირიმის შემადგენლობაში, შეიძლება რუსეთის ესეთი უფრო მეტი და აქტიური მონაწილეობით, რუსეთის გარანტიით, მაგრამ ყოველ შემთხვევაში არ მოხდებოდა ტერიტორიული მთლიანობის რღვევა უკრაინისა. დღეს ოფიციალური მოსკოვი არის ჩიხში შესული, რომ მას რომ თუნდოდეს ამ თემაზე მოლაპარაკება, უკვე ვეღარ მოელაპარაკება, იმიტომ რომ ეს ნიშნავს ყირიმელი რუსების მიტოვებას და რასაც არ აპატიებს მოსკოვს არც ყირიმელი რუსები, არც საკუთარი რუსები. უკვე აქედან გამომდინარე მე ვთვლი, რომ სანქციების ამოქმედების შემთხვევაში
ასე თქვა მძიმე დანაკარგს განიცდის როგორც რუსეთი ისე ამოქმედება ეს სანქციები დღეიდან დაიწყო უკვე ამოქმედება ესე იგი სერიოზული ეკონომიკური კატასტროფის წინაშე ვდგევართ ორივე მხრიდან სხვადასხვა იმიტომ რომ ეკონომიკები არის ურთიერთ თანხმედრაში ორივე მხარის სანქციები გამოიწვევს სერიოზულ დაზარალებას რუსეთისა მაგრამ არანაკლებ სერიოზულ დაზარალებას დასავლეთისაც და პირველი შედეგები არის პირველი შედეგი არის ის რომ რუსეთმა წინასწარ დაიწყო სანქციების შემოღება ლიტვის წინააღმდეგ მაგალითად და კლაიპედას პორტი პრაქტიკულად გაჩერებულია დღეს იმიტომ რომ იქ არ ხდება საფინანსო ოპერაციები რუსეთის დაჟინებული ესე ვთქვათ მოქმედების შედეგად მე ვთვლი რომ ეკონომიკური ომი აუცილებლად გადაიზრდება შეერაღებულ დაპირისპირებაში მერთმაქრას რომ შეერაღებულ დაპირისპირებას ჰქონდეს ლოკალური ხასიათი და მხოლოდ შემოვიფარგლოთ თქვათ მოკლევადიანი კონფლიქტით ამ შეიძლება ჰქონდეს როგორც სამოქალაქო ომის სახე რომელსაც ორივე მხარე იქნება ყველა მხარე იქნება ჩართული მაგრამ სამოქალაქო დაპირისპირების სახე მიეცემა ისე გლობალური ომის ანუ სამწუხარო იქნება ეს საშინელება იქნება საქართველოს ყველა ვარიანტში აღმოჩნდება ამ კონფლიქტში ჩათრეული რა შეიძლება საქმე მოდი ესეთი მოდელი წარმოვიდგინოთ დაიწყო სამოქალაქო ომი თქვათ ყირიმის ტერიტორიაზე ან უკრაინის დანარჩენ ტერიტორიაზე ხო დაიწყო სამოქალაქო ომი სამოქალაქო ომში ყირიმის მხრიდან ჩაერთება ვინ ასაკურველია როგორც დღეს არის ესე იგი ესე ვთქვათ ნახევრად სამხედრო ფორმაში ჩაცმული რუსეთის არმიის ჯარისკაცები უკრაინის მხრიდან ვერ ჩაერთვება ასევე ესე ვთქვათ ასე გულანთებული ჭყალებში მოხალისეები ევროპის სხვადასხვა ქვეყნიდან რომელიც არ არის გამორიცხული რომ ნატოს ესე ვთქვათ სამხედრო უწყების წარმომადგენლები იყვნენ დღეს ამ წუთში ყირიმში იმყოფება 50-მდე დაახლოებით ყირიმელი თათარი რომელიც ჩამოვიდა სირიიდან სირიაში იბრძვის დაახლოებით 350-დან 400-მდე ყირიმელი თათარი ამბოხებულების რიგებში ისინი დაბრუნდნენ უკან ეს არ არის ესეთ ჩვეულებრივი ნიშანი ხო მარტივი ნიშანი ალბათ მოკლედ იქ სიტუაცია ისე შეიძლება აირიოს რომ ბინვის მხარეზე იბრძვის თული გასაგები გახდება იმიტომ რომ დაგვაუწყდება რომ აუცილებლად დღევანდელ დღეს თურქეთი შეეცდება თავისი ინტერესები დააფიქსიროს ყირიმის მიმართ თვალშორის არანაკლებ ასე ვთქვათ საფუძვლიანი ვიდრე რუსეთისა დღეს რუსეთ-ყირიმი ამ წუთში რეფერენდუმის საფუძველზე არის დამოუკიდებელი ქვეყანა ხო მიუხედავად იმისა მიიღებს თუ არა რეფერენდუმის შედეგებს ვინმე ამ შემთხვევაში მის მიმართ თურქეთის ესე იგი უფლებები იზრდება რაც თავისთავად ახალ სერიოზულ მოთამაშეს აჩენს ამ სივრცეში ეხლა რაღაც რომ მკითხე რა მკითხეთ ჯერერთი საქართველო არის შავი ზღვის აუზის ქვეყანა თავისთავად უკვე შავი ზღვის აუზში მიმდინარე სამხედრო კონფლიქტი თუნდაც ეკონომიკური კონფლიქტი მაინც აისახება საქართველოს ეკონომიკური და სამხედრო კი არის საინფორმაციო კონფლიქტი რუსეთსა და უკრაინას შორის ის საქართველოსზე გადმოდის და დაპირისპირება და ზემატყება გუშინდელი ზუსტად ამის გამოძახილია ხო ეს თავისთავად მეორე ის რომ თუ ესე იგი პრინციპში დარჩა სტატუს კო რაც დღეს არის ამ თვალსაზრისით სამწუხარო ფაქტი სამწუხარო ამბავი შემიძლია გითხრათ რომ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა ეს არის შორეული ესე ვთქვათ იმედი რადგან რუსეთი როგორც ჩანს რუსეთმა მიიღო მყარი გადაწყვეტილება რომ აღადგინოს ის მდგომარეობა რაც მას ჰქონდა 1980-იან წლებში აქედან გამომდინარე უკან დამხევი არა მან წითელი ხაზი უკვე გადაიარა აქ ესე იგი ურაპატრიოტული მიდგომა როგორიც არის საქართველოში და ან პრორუსული ან ანტირუსული ან პროდასავლური ან ანტიდასავლური ეს არის აბსოლუტურად კონტრპროდუქტიული და უტვინო მე ვიტყოდი იმიტომ რომ ზუსტად ის დრო დადგა როცა საქართველოს ხელისუფლებას მართებს ძალიან გონივრული მოქცევა ძალიან ბრძნული მოქცევა პაუზებით მომგებიანი ვაჭრობა არაჩქარება და ასე შემდეგ. ყველა ეს ტერმინი შეგვიძლია ვიხმაროთ, იმიტომ რომ ყველა სხვა შემთხვევაში
მივიღებთ იმ შედეგებს, რაც მიიღო ერთის მხრივ თქვათ ქვეყანამ, რომელსაც უპირობო დაუჭირა მხარი უკრაინის დღევანდელ ხელისუფლებას და მეორეს მხრივ იმ ქვეყანამ, რომელიც ასევე დაუჭირა მხარი რუსეთს. ჩვენ ხედავთ, რომ დღეს რუსეთს მისი მოკავშირეები არ უჭერენ მხარს და შეშფოთებულები არიან სერიოზულად. იგივე ბელორუსი, ყაზახეთი და სხვა თავისი მომავლით. სხვა შორის იგივე მდგომარეობა დასავლურ ბანაკშიც. ყველა არ უჭერს მხარს იმ სანქციებს და იმ ქმედებებს, რასაც ახორციელებს დასავლეთი. მოკლედ, ახალი რეალობების წინაშე აღმოჩნდებით. ღმერთმა ქნას, რომ ეს სერიოზული ომით არ დამთავრდეს. ჩრდილოეთ კავკასიაში? გასაკვირველია იმ შემთხვევაში, თუ ეს კონფლიქტი გამწვავდა, აქტივობები თავისთავად გაჩნდება. როგორც ახლა თვითონ ყირიმის და უკრაინის დანარჩენ ტერიტორიაზე ჩნდება კი არის იგი შექმნილი ვითარება მოქალაქეთა ცალკეული ჯგუფებს სტიმულს აძლევს თავისი პოზიციების დასაფიქსირებლად, იგივე მოხდება ჩრდილოეთ კავკასიაში. შექმნილ არეულობას აუცილებლად შეეცდება, რომ გამოიყენოს შექმნილ არეულობაში ეცდებიან აუცილებლად ღვიძლ წყალში, ასე იგივე ღვიძლ წყალში თევზის დაჭერას ის ძალები, რომლებიც ჩრდილოეთ კავკასიაში ახლა ვითომ იძინებულ მდგომარეობაში არიან. ეს არის, ესე ვთქვათ, როგორც ნაციონალური ძალები, მათი მდგომარეობა შედარებით სუსტია, ისე, ესე ვთქვათ, რელიგიური ძალები. მithumetes თუ კონფლიქტის შემთხვევაში დაიხოცა ყირიმელი თათრების რაღაცა ნაწილი მაინც. უბრალოდ უბედურების მოლოდინში უნდა ვიყოთ, ღმერთმა ქნას, რომ ეს ყველაფერი აცდეს ჩვენ ქვეყანას, მაგრამ ახლა პრინციპში თუ მოხდა მასშტაბური კონფლიქტი, ვერანაირად ვერ გამოძრებით ამ სიტუაციიდან. მიდი. მე უბრალოდ ვერ გავიგეთ. მე მივესალმები იმას, რომ ესე იგი დაქსაქსული პოლიტიკური ძალები ერთიანდებიან ერთი ძალის გარშემო, მაგრამ მე ვერ გავიგე ერთი რამ. ეს არის ბლოკის ფორმა აქ ამას ყველაფერს თუ როგორც ქრისტიანი დემოკრატები ერთიანდებიან, თქვა ბურჯანაძის პარტიასთან, ასე ხდება სხვა შემთხვევაშიც. ასეთი ტიპის გაერთიანება თავისთავად ცუდი არ არის. იმიტომ რომ საქართველოში ყველა პერსონას, რომელსაც პოლიტიკაში რაღაც ეთქმის, აქვს ამბიცია იმისა, რომ საკუთარი პარტია კონდეს. ეს ქართულ პოლიტიკურ ცხოვრებას არ აჯანსაღებს, ქართულ პოლიტიკურ ცხოვრებას პირიქით ირონიულობას ძენ შეიძლება ითქვას. ამიტომ რაც უფრო მსხვილი იქნება პოლიტიკური გაერთიანება, მით უფრო ძლიერი იქნება და მით უფრო საინტერესო საზოგადოებისთვის. მაგრამ ეს ამაშია საქმე, რომ ეს არის გასარკვევი, ხო, თავისი ესე იგი, ასე ვთქვათ, მიდგომები როგორი აქვთ მხარეებს. ერთ ბლოკში მაშვებიან, ერთიანდებიან თუ ერთ პარტიაში, ეს არ ვიცი ბუნებრივია. თორე ისე რასაკვირველია მივესალმები. საქართველოში პოლიტიკურ სპექტრში ზუსტად ამიტოა, რომ ნაციონალური მოძრაობა, რომელსაც ბევრი დანაშაული აქვს ჩადენილი საზოგადოების წინაშე, თავს გზნობს მყარად, იმიტომ რომ ბევრად უფრო ორგანიზებული ძალაა, ვიდრე სხვა დანარჩენი სხვა პარტიები და აქედან გამომდინარე თვლის, რომ ოპოზიციური ნიშა მხოლოდ მას უკავია. ეს ცუდია. ვერ გეტყვით, თული სართქმელია, იმიტომ რომ გააჩნია საზოგადოება როგორ მიუძგება, ასე ვთქვათ, ამ არჩევნებს, რამდენად იქნება მაღალი აქტივობა, ამას ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს და გარდა მაგისა, რომელი კანდიდატურა ერთი მოხიბლავს საზოგადოებას. ეხლა რო გითხრათ, რომ ძალიან წინ არის, ვთქვათ, ქართული ოცნების კანდიდატი, ვერ გეტყვით, მიუხედავად ჩემი პირადი დამოკიდებულების, დადებითი დამოკიდებულებისა ნარმანიას მიმართ. ამიტომ მე მგონი დროის საკითხია მაინც ეს ყველაფერი. და ნახოთ როგორ გავითარდება მოვლენები. ისე უნდა ითქვას, რომ მე ეჭვმეპარება, რომ თლათ მარტო ეს კანდიდატები დარჩენ, ესე იგი არჩევნების
მერის არჩევნების პროცესში, მე მგონი სხვა კანდიდატების გამოჩნდებიან და არანაკლებ წონიანი. რამდენად ძლიერი იქნებიან ისინი პოლიტიკური გარემოცვით, ეს სხვა საკითხია. ისე ძლიერები იქნებიან. მაქვს გასაკვირველია, მაქვს ინფორმაცია. შეიძლება ჯერ ზონდაჟია, შეიძლება ჯერ ესე მოლოდინის რეჟიმში არიან, მაგრამ აუცილებლად გამოჩნდება სხვა კანდიდატები. სხვა შორის მე უნდა გითხრათ, რომ მე ნაციონალურ მოძრაობიდან ესე გადაწყვეტილია უკვე რომელია უნდა იყოს. ვაშაძის ამბავზე რა ხდება? ეგ ვიცი, მაგრამ ისე გადაწყდა ხო? პრინციპში მე შემიძლია ერთი რამ გითხრათ, რომ ეს ვიცოდით ეს ამბავი ჩვენ საზოგადოებამ იცის რასაკვირველია ის ნაციონალურ მოძრაობაში არის გარკვეული დაპირისპირება პირობითად ძველებსა და შედარებით ახლებს შორის, უფრო გასრულებსა და ნაკლებად გასრულებს შორის, გასრულებსა და არ გასრულებს შორის, ახალგაზრდებსა და უფრო ესე იგი ვეტერანებს შორის და ასე შემდეგ. მაგრამ საბოლოო ჯამში რასაკვირველია ვაშაძე ზუსტად ერთ-ერთი ასეთ საინტერესო ფიგურა იყო იმ ათში, ვისაც შედარებით ახალგაზრდები შეიძლება დავარქვათ და შედარებით ნაკლებად გასრულები. და აქედან გამომდინარე მე ვთვლი, რომ ასეთი ფიგურის დაკარგვა ძალიან სერიოზული დანაკარგი იქნება ნაციონალური მოძრაობისთვის. საერთოდ ნაციონალურ მოძრაობაში, როგორც ჩანს, იმ ეიფორიამ, რომ რაღაც წარმატებას მიაღწიეს და მოირგეს ეს მანტია, ასე ვთქვათ, ოპოზიციისა, ამიტომ ეიფორიამ გაიარა და მწარე რეალობის წინაშე აღმოჩნდნენ რეალობისა, რომელიც ხალხთან ურთიერთობის დროს იკვეთება. ის რომ პროკურატურა და ძალოვანი უწყებები ხშირ შემთხვევაში ან ვერ ამტკიცებენ მათ დანაშაულს, ეს იმას არნიშნავს, რომ ხალხის თვალში რამე შეიცვალა. ელექტორატის დიდი ნაწილი მაინც ასე აგრესიულად არის განწყობილი ნაციონალების მიმართ, როგორიც იყო. და ზუსტად ახალ შედარებით ნაკლებად გასრულებს ან ახალგაზრდა თავების წარმომადგენლებს ეს უნდათ, რომ ჩამოიცილონ ის ბალასტი, მათივე სიტყვებია სხვა შორის ეს ჩემი არ არის, რომელიც მათ ხელს უშლის პოლიტიკური მომავლისთვის ბრძოლაში. ამიტომ არ გამიკვირდება ვაშაძისნაირი პიროვნება, რომ დატოვა ნაციონალური მოძრაობა, ან თქვათ რაღაცა სხვა ფრაქციული ბრძოლა, ესე გაცხოვლდეს თვითონ ამ პარტიაში. რატო არ იქნება არსებობს რამოდენიმე პოლიტიკური კვალიფიცირებული პარტია, რომელსაც სხვადასხვა რიგი მიზეზების გამო აქვთ ეს კვალიფიცირება, ასე ვთქვათ, ეს უპირატესობა მინიჭებული, თუმცა მათ არ აქვთ საშუალებები, იმიტომ რომ ეხლა ისინი მარტონი არიან, როცა მათ კვალიფიკაცია მიიღეს, მაშინ ისინი ბლოკის შემადგენლობაში იყვნენ ოპოზიციური. და მე ვიცი, რომ რამოდენიმე კვალიფიცირებულ პარტიასთან მიდის მოლაპარაკება, რომ კონკრეტულმა პიროვნებამ დასაყრდენად აქციოს ისინი თავისი და აქედან საზოგადოებრივი სექტორიდან გამოსული პიროვნები საკმაოდ ავტორიტეტული თბილისში, ორი კაცი ყოველ შემთხვევაში ნამდვილად ვიცი, რომელიც აი ამ ტიპის საკითხის მოგვარებას ცდილობს. როდის გამოჩნდებიან ეს ფიგურები, ან თუ გამოჩნდებიან, საერთოდ ვერ გეტყვით, მაგრამ ყოველ შემთხვევაში ჯერ ყველაფერი გადაწყვეტილი არ არის. როგორ არ შემიძლია, მაგრამ არ დავასახელე. ათი ისე არ გეტყვით. და არც ასე. რადიკალურად შეცვლის მეთქი მაგას არ მithქვია. მე ვამბობ, რომ ეს ბრძოლა შეცვლის, ბუნებრივი კორგან შეცვლის რასაკვირველია სურათს. იმიტომ რომ რა ხდება, იცი რომ პრინციპში არის სურათის ასეთი დალაგების საზოგადოება მზად არ იყო. საზოგადოებას მოგესალმებოდა ასეთ პოსტებზე მიჩვეულია ქართული საზოგადოება, რომ ესეთი ბიოგრაფიიანი პოლიტიკოსები, ეხლა ამ სამ ადამიანში ბიოგრაფიიანი კუკავაა მარტო, ხო? პრინციპში. ხო, რომელსაც პოლიტიკური ბრძოლის ბიოგრაფია აქვს, ხა რეალობა ესე. ნარმანიას აქვს შეიძლება დიდი ხანგრძლივი ბიოგრაფია სამეცნიერო მოღვაწეობის და ჩემო ბატონო სამეურნეო საქმიანობის. მელიასაც სამეურნეო საქმიანობის. ხალხ მოთხოვნაც ასეთია, რომ ისეთი ფიგურა გამოჩნდეს, რომელსაც გავყვები.
ეს ხო ჩვენ მიჩვეული ვართ, ეს რომ ვიღაცა უნდა იყოს, წინ დანარჩენი მიყვება. ამიტომ ესე იგი ამ საზოგადოების ამ განწყობას არ გამოვრიცხავ, რომ ვიღაცა შეეცდება რომ გამოიყენოს და სავსებით ლოგიკურადაც ხოდაშებს. აი რა გადავყევით ახლა მე ეს 15-ში ხომ არის გამოცხადება აპრილს. ხო და მოიცადეთ ცოტა ხანი რატო ჩქარო. თქვენ ჟურნალისტი მოგიყვანა და ისე მელაპარაკეთ შეიძლება. აი რა თემურ ალასანიას არაფერი განსაკუთრებული არ გააქტიურებულა, უბრალოდ ესე იგი ვთქვა, პირველად მოხდა რომ ჟურნალისტის თხოვნაზე მიიღო მონაწილეობა გადაცემაში, ის დათანხმდა. ხო მე ეს საბაჭილება დამჭა. რატო დათანხმდა, ეხლა ეს არის მთავარი. საქმე ის არის, რომ საკმაოდ სერიოზული ბრალდებები იქნა მის წაყენებული მის წინააღმდეგ და ეს ბრალდებების ავტორი უკვე არც რომელიმე რიგითი ჟურნალისტია და არც რომელიმე რიგითი ექსპერტი. ამ ბრალდებების ერთ-ერთი გამხმოვანებელი არის საქართველოს პრემიერ-მინისტრი. საქართველოს პრემიერ-მინისტრის და მისი გუნდის ურთიერთობა დღეს დასავლეთში არის საკმაოდ კომფორტული, ხო? აქედან გამომდინარე, რა ესე იგი აბსოლუტურად წამგებიანია ალასანიესთვის, რომ მან დატოვოს უპასუხოდ ესე იგი ვთქვათ, ასეთი მაღალი რანგის პიროვნების ბრალდება. არ შეიძლება ამის დატოვება, იმიტომ რომ მაშინ სერიოზული კითხვები გაჩნდება მის მეგობრებსა და პარტნიორებს შორის დასავლეთში იქნება თუ სხვაგან. ამიტომ საჭირო რომ ასეთი ტიპის ბრალდების პასუხი გასცეს და ამიტომაც გამოჩნდა ტელეეკრანზე. ხოლო სხვა შემთხვევაში არ გამოჩნდებოდა დარწმუნებული ხარ. და გავითვალისწინოთ რომ ჩემთვის მაგალითად და იმ ადამიანებს ვინც საქმეში ჩახედულია კეზერაშვილის ამბავი დამთავრებული არ არის. ის რომ საქართველოს პროკურატურის კონკრეტულმა წარმომადგენელმა იქ ვერ ივარგა და თვითონ პროკურატურიდან არ იყო გაგზავნილი შესაბამისი მასალები, ეს იმას არ ნიშნავს, რომ ჩვენ წარმომადგენელი არ აგვაქვს იმაზე რა კეთდებოდა იარაღით ბიზნესის საქმეში. და ჩვენ ძალიან ისეთი ვთქვათ დიდი ეჭვგეპარება იმაში, რომ კეზერაშვილი მინისტრად დანიშნვის შემდეგ უცებ გახდა აი ამ დახურული კლუბის, იარაღით ვაჭართა დახურული კლუბის ეს სრულფასოვანი წევრი და არავინ არ გაუჭრა მას გზა. ჩვენ გვაქვს ეჭვი რომ ამ გზის გაჭრაში სუმცირე მას სერიოზულად დაეხმარნენ ადამიანები, რომელსაც ფეხი კარგად აქვს მოკიდებული პოსტსაბჭოთა სივრცეში და მათ შორის დასავლეთში ეს ხოდაშორის. დასაკვირველია, მაგრამ ჩვენ არ გვაქვს პირდაპირ ამის მტკიცებულება, ბუნებრივია, ირიბი მტკიცებულებები არსებობს, მაგრამ მე არ დავიწყებ ახლა ამას რომ არ ეთქვა ეს ამბავი ღარიბაშვილს, არც დავიწყებდი ამ თემაზე ლაპარაკს, იმიტომ რომ ეს არის ძალიან ფაქიზი თემა და ამას სჭირდება სერიოზული ინფორმაციის დაგროვება და ჩვენ ახლა საექსპერტო დონეზე ამ ხელა ინფორმაციას ვერ დავაგროვებთ ბუნებრივია ეს უკვე სამართალდამცავების საქმეა რომელმაც პრინციპში ჩააგდეს პროცესი საფრანგეთში მიმდინარე მე ესე ვთვლი ან ჩააგდეს ან შეგნებულად გააკეთა ვიღაცამ ეს ნაბიჯი გადადგა აბა ვისერგეთ გამოჩენილი უკრაინაში არის მიღებული ფიგურა მიხეილ სააკაშვილი ხო და ახლა ნუ რატო გამოჩნდა მან ესეთი რამე თქვა სხვა შორის კითხვაზე რატო წამოყევითო ვიცავდიოდ ახლა მიხეილ სააკაშვილს სად მაგრამ კიევში არავის დაცვა არ ჭირდება ნამდვილად ისეთი მდგომარეობა აქვს დღევანდელ უკრაინის ხელისუფლებაში ლამის პრეზიდენტობა შესთავაზეს ხო ის რა სჭირდება ახლა ბიზნესის დაცვა აქ უბრალოდ ეს იყო თავის გასამართლებელი საბაბი დარწმუნებული ვარ არ არის გამორიცხული რომ ეს იყო დასალაგებლად იმ ბიზნეს ინტერესების, რომელიც მას ჰქონდა სავარაუდოდ უკრაინაში, ეს ერთი ვარიანტი და მეორე ვარიანტი არ არის გამორიცხული, რომ გარკვეული შეხვედრები იყო დაგეგმილი კულუარული, რომელშიც აუცილებლად უნდა მიიღო მას მონაწილეობა და არ არის გამორიცხული რაღაცა დანაბარები უნდა გადაეცა. მე არ მინდა ვიფიქრო, რომ ის დაზორვაზე იყო ჩასული თავისი ყოფილი მეგობრების, ასე ვთქვათ, დავალებით. ეს არ მინდა ნამდვილად ვიფიქრო.